ღირს თუ არა ქალისთვის ბოდიშის მოხდა. ასე გეტყვით, ქალის წინაშე ბოდიშის მოხდას შეიძლება ძალიან განსხვავებული ეფექტი ჰქონდეს იმის მიხედვით, თუ რა მომენტში წარმოითქმება ეგ სიტყვა. თუ ქალი ნაწყენია გაიგნორებს დუმს, მაშინ ბოდიშის მოხდა ძალიან ცუდი იდეაა. რადგან ის შენს ბოდიშს აღიქვამს არა როგორც კეთილშობილებას, არამედ როგორც შიშს. და მესმის, რომ ეს ძალიან ლოგიკურად გამოიყურება. რომ თუ ქალი გაბრაზებულია, უნდა მიხვიდე და დაამშვიდო. ასე ცხოვრობს ყველა. მაგრამ თუ შენ ქალის ზეწოლის გამო მოიხდი ბოდიშს, აღარ გაგიკვირდეს ცოტა ხანში უფრო ნაკლი დასწერვა რომ გახდება. დაიმახსოვრე ეს ოქროს წესი, შენი შეცდომა არანაირად არ აძლევს ქალს არანაირ უფლებას რომ უხამსად და უწესოდ მოიქცეს. აი დაუშვათ და მართლა არ ვარ მართალი. რაღაც დამავიწყდა, სადღაც დავაგვიანე, ან თუნდაც რაღაც ზედმეტი ვთქვი. თუ ქალი ჩემს შეცდომაზე ზედმეტად მძაფრად რეაგირებს, ხმას უწევს, უხეშობს, ხამობს, მაშინ ჩემი დანაშაული ნულდება. არასდროს მოუხადო ბოდიში ქალს, რომელიც კიტევს. შენ უნდა აგრძნობინო მას, რომ ასეთ ტონში დიალოგი უბრალოდ არ შედგება. რის შემდეგაც მისგან ელოდები მიკროდაახლოების ელემენტებს. მან შეიძლება პირდაპირ ბოდიში არ მოიხადოს, უბრალოდ მოვა და გეტყვის ჩაის დალევ. ან თუნდაც საჭმელი მზად არისო. მსგავსი ჟესტები იმის ნიშანია, რომ მისი ისტერიკა ამოიწურა. და ეს სხვათა შორის ძალიან კარგი სიგნალია. ქალი გაჩვენებს, რომ მისთვის თქვენი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი პირადი ეგოს სიამაყე და წყენა. თავისთავად თქვენ რიგდებით. ამის შემდეგ გადის 3-4 დღე, შეიძლება 1 კვირაც. და აი აქ, პირდაპირ თვალებში უყურებ და ეუბნები. გახსოვს ის სიტუაცია 1 კვირის წინ. ვფიქრობ, სხვანაირად უნდა მოუქცეულიყავი. და ზუსტადაც ეს არის ბოდიშის მოხდა ძლიერი პოზიციიდან. მე პატიებას არ ვითხოვ, მე არ ვიხვეწები, არ ვამბობ, საყვარელო მაპატიეო. მე ეგ ყველაფერი არ მჭირდება. მე უბრალოდ ვაფიქსირებ ჩემი შეცდომის ფაქტს, რათა სამართლიანობა აღდგეს. და ზუსტადაც ასეთი მიდგომა იწვევს კოლოსალურ პატივისცემას. ქალი ხვდება, რომ შენი გატეხვა შეუძლებელია, მაგრამ ამავე დროს სამართლიანი ხარ. და ეს ლიდერის იდეალური თვისებაა. პირადად შენ წამოსწია ეს თემა მაშინ, როცა შენ მოგინდა. და არა მაშინ, როცა ის ამას მოითხოვდა. შენი გადაწყვეტილებები ნაკარნახევია ლოგიკით და ანალიზით და არა მისი ისტერიკითა და შიშით. თუ მე რაღაც შეცდომა დავუშვი და ქალმა ამის გამო ხმას აუწია, ჩემ შეცდომაზე საუბარი უკვე დასრულებულია. ახლა ჩვენ განვიხილავთ მის არაადეკვატურ ქცევას. კაპიტნის შეცდომა მეზღვაურს არ აძლევს უფლებას, რომ კაპიტანს სახეში აფურთხოს. ვის აქვს კაპიტნის განსჯის უფლება? ღმერთს, სინდის და შესაძლოა სისხლის სამართლის კოდექსს მორჩა. მაგრამ მოდი გულახდილად ვთქვათ, ყველა კაცი ვერ ქაჩავს კაპიტნობას. იცი როგორ უნდა დაადგინო ჩმორი მამაკაცი 30 წამში. თუ ის კარგ ქალს ხვდება, ის მას პირდაპირ სულში აფურთხებს. დიდწილად დივანზე გდია და ცხვირში იქექება. ზოგჯერ ტრაკსაც იფხანს ხოლმე. სადილის შემდეგ კი პირდაპირ სახეში შეაბოყინებს. პარალელურად სხვა ქალებს ათვალიერებს და ალაიქებს. ცოლს კი როგორც ვირს ისე აზის. 3 ტყავი უკვე გააძრო და 4-ზე გადავიდა. ხოლო თუ მას პრობლემური ისტერიკოსი ქაჯი შეხვდა, აი მის წინაშე უკვე ნახევრად მოხრილი დადის. კი საყვარელო, რა თქმა უნდა საყვარელო, გისმენ საყვარელო. ქალმა უბრალოდ წარბს აუწია, მან კი უკვე დუნდულა კუნთებს მოუჭირა. ყოველ საღამოს ფეხებს უზელს და კოცნის. მოდი ასე გეტყვი. თუ გინდა რომ გაიგო სინამდვილეში რამდენად ძლიერი ხარ და საერთოდ გეკუთვნის თუ არა ურთიერთობაში ძლიერი პოზიცია, უბრალოდ გვერდიდან შეხედე შენს თავს. როგორ იქცევი კარგ ქალთან და როგორ იქცევი ცუდთან. თუ განსხვავება დიდია, ჩმორი ხარ. თუ განსხვავება თითქმის არ არის, მაშინ მაგარი კაცი ყოფილხარ. ერთი საინტერესო კითხვა მაქვს თქვენთან. თქვენ ოდესმე გინახავთ, რომ ქალმა რაღაც დააშავოს, მუხლებზე დაჩოქილი მივიდეს მამაკაცთან და უთხრას ძალიან გთხოვ მაპატიეო. ის კი პასუხობდეს, არა, არ გაპატიებ. დედაჩემს უკვე დავურეკე და ყველაფერი მოუყევი. მან იტირა და წამლებიც კი დალია. შენ საერთოდ ხვდები რამხელა ტრავმა მოგვაყენე ყველას. ნუ თუ გგონია რომ ერთი ბოდიში საკმარისია რომ გაპატიო. მე მაგალითად მამაკაცისგან მთელი ცხოვრების მანძილზე მსგავსი ფრაზები არ მსმენია, არ ვიცი ეგეთი ისტორია. მამაკაცი იტყვის, კარგი არაუშავს, ხდება ხოლმე. რახან ბოდიში მოიხადე, აცი დაიკიდე, წამოხინკალი მოუხარშოთო. პრობლემური ქალი კი სულ სხვანაირად იქცევა. როგორც კი ბოდიშს მოიხდი, იმ წამსვე ჩაიცვამს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და შენს ხერხემალზე ხორუმის ცეკვას დაიწყებს. უეჭველი გექნება მოსმენილი ასეთი ქალური ფრაზა, ჩემმა შეყვარებულმა ნორმალურად ბოდიშიც კი არ მოიხადაო. იცი რა არის მის გაგებაში ნორმალური? როდესაც შენ დილის 5 საათიდან მის სადარბაზოსთან დარაჯობ.
გარეთ -10 გრადუსია, შენ უქუდოდ და უხელთად მანოთხარ, რომ შენი ტანჯვა თვალსაჩინო იყოს. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ ყურები დაგეყინა და მოგძვრა. ცალი ყური კანალიზაციის ღრიჭოში ჩავარდა, მეორე კი ძაღლმა მოტეხა. ცხვირი გაგიშავდა ქერქაცლილი ბანანივით. თითები აღარ გემორჩილება. და მთლიანობაში ასფალტზე ხარ მიყინული. ფრედებმა იფიქრეს, მე მგონი ეს ძეგლიაო და სკლინტებით დაგბომბეს. ხოლო როცა ქალი ოდესღაც გამოვა სადარბაზოდან, შენ უნდა გაუღიმო და დახრინწული ხმით უთხრა, დილა მშვიდობისა პრინცესაო. მაგრამ გაითვალისწინე, თუ მეორე დღეს ორივე ფილტვის ანთებით და 40 გრადუსიანი სიცხით არ იქნები საწოლში ჩაწოლილი, შენი ეგ სიყვარული ქალი ჩათვლის რომ რაღაცას ახალტურებ. ისე უნდა ახველებდე რომ ფილტვები ნაწილ-ნაწილ ამოაფურთხო კატლეტებივით. ხოლო ასეთი სურათის ფონზე შეიძლება თქვას რომ ნორმალურად ბოდიშის მოხდა შეძელი. ხოლო თუ შენ პრობლემურ ქალს ღირსების შენარჩუნებით მოუხდი ბოდიშს, მას შეიძლება კიდევ უფრო მეტად ეწყინოს. მისთვის საკმარისი არ არის რომ შენ უბრალოდ შენი დანაშაული აღიარე, მას შენი დამცირების რიტუალი სჭირდება. ეს პროცესი შეგვიძლია შევადაროთ დონ კორლეონეს ბეჭედზე ამბორს. ოღონდ კორლეონეს შეეძლო რომ სიკვდილისგან გადაგარჩინოს. შენ კი ბეჭედს იმისთვის ულოკავ რომ ეგ ქალბატონი კიდევ ერთი კვირა არ გაგიბრასდეს. მისთვის ეს უბრალოდ დომინირების საკითხია. იცი რაზე ოცნებობს ქალთა დიდი ნაწილი, რასაც არასდროს აღიარებს. ქალს უნდა რომ იპოვოს მეფე, რომელიც მის გამო მზად იქნება რომ მონად გადაიქცეს. ჩმორის და ჩაგვრას არანაირი კაიფი არ მოაქვს. მაგრამ თუ შენ გენერალური დირექტორი ხარ, რომელსაც ასობით ადამიანი ემორჩილება, ან თუნდაც უბრალოდ ვარჯიშობ, მაგარ ტანზე ხარ და მის წინაშე მუხლებზე დგები. აი ამ დროს ის ორგაზმს განიცდის ისე სიამოვნებს. სიამოვნებისგან ფეხები უკანკალებს. მამაკაცის ბუნებაში უბრალოდ არდევს ქალის დამცირების რიტუალი, მას ეგ პროცესი არ იზიდავს. თუნდაც თუ ცოლმა გიღალატა, შენ მას ანაპატიებ, ან არა. შენ არ მოუწყობ მას დაბრკოლებათა მთელ კორიდორს რომ გააკეთე ერთი, მეორე, მესამე, მეათეო. მოდით უბრალოდ წარმოვიდგინოთ რომ კაცებიც ისე იქცევიან როგორც ქალები. შენ აი იმ ძუკნა ჯემალის ეზასავე ხო, გასაგებია. ესე იგი მიყიდი ორანკეს, ახალ აიფონს და გასაბერნავს თავისთავად ძრავიანს. დამეთანხმებით რომ ეს რაღაც ცუდ ანეკდოტს ჰგავს. მამაკაცს უბრალოდ აზრადაც კი არ მოუვა რომ წყენაზე გამომუშავება არის შესაძლებელი. მოდით წაგიკითხავთ მაყურებლის კითხვას. ასეთი სიტუაცია მქონდა, ვფიქრობ რომ ობიექტურად ცოლი ცოტათი დავაღალატე. მაგრამ ბოროტის რახვები არ მქონია. სიდედრის დაბადების დღეს ვიხდიდით ჩემთან სახლში. მე შევპირდი ცოლს რომ სამსახურიდან დროულად მოვიდოდი და საჩუქარსაც ვუყიდიდი. მთელი ოჯახი შეკრებილი იყო. სამსახურში მომიწია დარჩენა და საათნახევრით დავაგვიანე. ამ სიჩქარეში საჩუქრის ყიდვაც დამავიწყდა. ანუ შევპირდი და არ შევასრულე. განგებ მართლა არ მიქნია, უბრალოდ დამავიწყდა. ასეთ სიტუაციაში როცა ცოლი ბრაზდება და იბუტება, როგორ უნდა გამოვასწორო ვითარება, როგორი რეაქცია უნდა მქონდეს. თუ შეამჩნიეთ რამდენჯერ თქვა კაცმა რომ ცოლს შევპირდა. ეს ხომ შემთხვევითობა არ არის. ცოლი ნიადაგს ამზადებდა იმისთვის რომ კაცი დაედანაშაულებინა. სავარაუდოდ ის წამდა უწუმეუბნებოდა, დროულად ხომ მოხვალ, უეჭველი ხომ იყიდი საჩუქარსო, რომ მერე პასუხი მოეთხოვა. მაგალითად პირადად ჩემთან საუბარში ქალს მასე რომ დაეყენებინა საკითხი, ვეტყოდი მისმინე, თუ რამეში დარწმუნებული არ ხარ, ადექი და შენ თვითონ წადი და იყიდე. ოთახში დამახვედრე დედა შენი საჩუქარი და რომ მოვალ გადავცემ. მორჩა, წერტილი. და ეს პირველი მომენტია. ანუ მე უბრალოდ არ მივცემდი უფლებას რომ ასეთ წამგებიან პირობებში ჩავეყენებინე. რაც შეეხება უკვე შექმნილ ვითარებაში შენს რეაქციას. მე მაგალითად მიმაჩნია რომ თუ მამაკაცის ქმედებაში არ იყო არანაირი ბოროტის რახვა, მაშინ ქალს არ აქვს არანაირი უფლება რომ მას პრეტენზიები წაუყენოს. მას აქვს უფლება რომ ეწყინოს, რაც ბუნებრივი რეაქციაა. მოვიდა კაცი და გეუბნება, რაც საჭირო იყო ვერ ვიყიდე. დამაგვიანდა, მეჩქარებოდა და ამ სიჩქარეში დამავიწყდაო. სინამდვილეში ამ თავის მართლების რეჟიმში ჩადგომაც კი წამგებიანია, რაც ასევე არ არის საჭირო. თუმცა კარგი, უკვე შექმნილ ამ ვითარებაში პირადად მე რა რეაქცია მექნებოდა და რა მიმართულებით წავიყვანდი ამ ისტორიას. უბრალოდ ვიტყოდი, მისმინე, მოდი ახლა ყველა ერთად დავსხდოთ სუფრასთან, ვჭამოთ და გავერთოთ. დედა შენს კი ხვალ ვუყიდი საჩუქარს. თუ ქალი მომენტალურად დამშვიდდება, მაშინ მეც კონფლიქტს აღარ გავაღრმავებ. თუ ის დაროჟილი იჯდებოდა, უკმაყოფილოს სახით, იმ შეგრძნებით რომ დღესასწაული ჩაიშალა და ქვეყანა დაიქცა. ამ შემთხვევაში უკვე მის მაგს აქციელს შედეგები აუცილებლად მოჰყვებოდა. მე რა თქმა უნდა ამ ვითარების გამო ბოდიშს არანაირად არ მოუხდიდი და პირიქით დისტანციაზე გავიდოდი იქამდე, სანამ ის აქეთ არ მოიხდიდა ბოდიშს. შემდეგი კითხვა, ქალები მართლა ძალიან იტანჯებიან კონფლიქტის შემდეგ, თუ ეგეც თამაშია.
მამაკაცების უმეტესობას ჰგონია, რომ ქალი ჩხუბის შემდეგ ლოგინში მუმიასავით გდია. ფეხებს ვეღარ გრძნობს დარდისგან და მთელ სახლში სელაპივით დახოხავს. თვალები ისე დაუსივდა, რომ ბაყაყს დაემსგავსა. ტელეფონს კი მხოლოდ შეხებით პოულობს, თხუნელასავით მგრძნობიარე გახდა ტაქტილურ კონტაქტზე. თმები გაუჭაღარავდა, რომ დაწვა იყო შავგრემანი და რომ გაიღვიძა უკვე ბებოქალია. და ქალები ისე განიცდიან, რომ მის საძინებელში კარვების ბანაკი მოაწყვეს და მორიგეობენ. ექიმი მოვიდა, ჯოხით შეეხო და თვითონაც ატირდა. სინამდვილეში კი ის ახლა ზის კრუასანს ჯამს და რილსებს სკროლავს. ზოგჯერ შეიძლება სიცილისგან დაიფრუტონოს კიდეც. მისი მთავარი პრობლემა ახლა ისაა, რომ რილსები ძალიან მოკლეა და მალე მთავრდება. მისი მთავარი ტრაგედია კი ისაა, რომ Wi-Fi ჭედავს ხოლმე. მაგრამ დილით გწერს, კინაღა მოვკვდი უშენოდ ისე მტკიოდაო. ჩემს ცხოვრებაში იყო ასეთი შემთხვევა. ქალმა თვითონ არაფრისგან მოახდინა კონფლიქტის გენერირება. და იმ წამსვე მწერს, შენ მე ცხოვრება გამინადგურე, მონსტრი ხარ, არ ვიცოდი თუ ადამიანებს ასეთი რამ შეეძლოთ, ცხოვრება აღარ მინდაო. ჩემთან ერთად იყო ჩვენი საერთო ნაცნობი, რომელმაც დაურეკა მას. ის იღებს ყურმილს და ხარხარებს. აბა და ქალებმა ტყუილად ხომ არ მოაწყეს მის საძინებელში კარვების ბანაკი. ეტყობა, რომ გოგო განიცდის, ისინი კი ან უგეშებენ როგორც შეუძლიათ. აქედან დასკვნა, მამაკაცები ყოველთვის აზვიადებენ ქალის ტანჯვის მასშტაბებს. აი პირადად შენ თუ ქალმა მიგატოვა, ხომ არ მისწერს ძმაკაცებს, ბიჭებო, გული მაქვს გაბზარული, ციმეტლახზე ვწევარ და ვტირიო. შენ ამას არ იზამ. ნუ მაქსიმუმ იტყვი, ცოტა ვერ ვარ კარგად, ნინუცასთან ვიჩხუბეთო და მორჩა. თელ ტკივილს შენში დაიტოვებ. მამაკაცები თავიანთ განცდებს მალავენ, ჩვენთვის ამაზე საუბარი უხერხულია. ამიტომ როცა გვესმის ქალის წივილი ტკივილზე და მით უმეტეს ცრემლები, მაშინ ვფიქრობთ. რა საშინელება, როგორ განიცდის ეს საწყალი, ნეტა რა დაემართაო. გეტყვი ახლა რაც დაემართა. ერთ ჩატში დაქალს კატის მიმებს უგზავნის და წერს ჰაჰავ ხოხაო. მერე კი შენს ჩატში გადმოდის და მისი განწყობა უეცრად იცვლება და გწერს. ხელები მიკანკალებს, სუნთქვა მიჭირს, თვალებში მიბნელდება, იატაკზე ვგდივარ და არ ვიცი როგორ ავდგეო. და აი ამ შეტყობინებებს როცა კითხულობ, იწყებ შენი თავის განსჯას. ფიქრობ, რა ნაგავი ვარ, ეს რა მდგომარეობამდე მივიყვანე ქალიო. და იცი რატომ ფიქრობ ასე? იმიტომ რომ შენად წელიწადში ერთხელ ტირი. მამაკაცი ვერ იჯერებს, რომ ქალს შეუძლია ტანჯვის იმიტირება, თან მას რეალისტურად. პარალელურად კი ფონურ რეჟიმში და ქალთან ერთად სერიალს უყურებდეს და ერთობოდეს. ნუ მე არ ვამბობ, რომ ქალებს განცდა არ შეუძლიათო, შეუძლიათ რა თქმა უნდა. მაგრამ უმეტესობა მათგანი თავის ტანჯვას ასჯერ აზვიადებს. ფეხზე თუ დააბიჯებ, იყვირებს ყველა ძვალი გადამიმტვრიეო. თუ მაგიდაზე ერთ ნამცეთს დატოვებ, აი სულ რაღაც ერთს იტყვის საღორე მოაწყვე, მალე ვირთხებით გაივსება სახლიო. თუ მან ჩხუბის დროს სცადა რომ სახეში შემოგარტყას, შენ კი გაბედე და თავი დაიცავი, მაგალითად ხელი ჰკარი. ის იტყვის შენ მე დამარტყი, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია, პოლიციას ვიძახებო. ანუ ეს წყენები, ცრემლები, მსხვერპლის პოზიცია, ეს ქალთა უმრავლესობისთვის ერთი რიგითი კომუნიკაციის საშუალებაა. მამაკაცს ეს ყველაფერი არ ესმის, რადგან მან რომ წუწუნი დაიწყოს, ვერავის შეაწოდებს თავს, პირიქით დასცინებენ. ამ დღეებში ხელი გავიჭერი, უმნიშვნელო ჭრილობა მქონდა. ჩემმა 6 წლის შვილმა შემთხვევით ხელი დააჭირა ჭრილობას. მე რეფლექსურადაა მეთქი. შვილი კი პასუხობს, მამა რა იყო გოგო ხო არ ხარო? ანუ 6 წლის ბავშვსაც კი ესმის, რომ მამაკაცი არ უნდა წუწუნებდეს. და ეგ მასეც ხდება. მამაკაცები ურთიერთობაში თავიანთ ტკივილს ყოველთვის ამცირებენ, ქალები კი პირიქით აზვიადებენ. და მე ყველა მსმენელს გისურვებთ, რომ ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ მაინც შეესწროთ ქალის მაგ ტანჯვის რიტუალს და თქვენი თვალით ნახოთ, თუ როგორ შეუძლია ქალს ერთ ჩატში და ქალთან ხითხითი, მეორეში კი იმის წერა, რომ შენ მისი ცხოვრება გაანადგურე. თხოვნა მექნება ყველა მსმენელთა. თუ თქვენ ასეთი რამ უკვე ნახეთ, აუცილებლად დაწერეთ ამის შესახებ კომენტარებში. დაინახოს ხალხმა, რომ ეს მოხუცს არ მოუგონია. გამოდის, რომ ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად უყურებენ ბოდიშს. თან ძალიან განსხვავებულად. წარმოიდგინე, რომ ქალთან იჩხუბეთ და 2 საათის შემდეგ ღამის 3 საათზე გირეკავს და გეუბნება შენს უბანში ვარ, სადღაც დავიკარგე, უშენოდ არ შემიძლიაო. შენ იმ წამსვე მასთან ტელეპორტირდები და ჩაიხუტები. ხელში აყვანილს წაიყვან სახლში. ახლა კი შევაბრუნოთ ვითარება. შენ მუხლებზე დგახარ, ქალი კი ფანჯრიდან გიყურებს. რას იზამს? არაფერს, უბრალოდ არაფერს. როცა ქალი მაგ წყენის რეჟიმშია, მასთან აგრძნობა არ გააჩნია, მასში რაღაც სადისტური მიდრეკილებები იღვიძებს. სხვა მაგალითი. ქალთან იჩხუბეთ, ყიდულობ უზარმაზარ თაიგულს და მიდიხარ მასთან. 90%-იანი ალბათობით ის კარსაც არ გაგიღებს. ახლა კი პირიქით წარმოვიდგინოთ.
იჩხუბეთ და 1 საათში ქალი შენს ზღურბლზე დგას, ხელში ლუდითა და თევზით. გაუღებ კარს თუ არა? რა თქმა უნდა გაუღებ. მას ბოდიშის მოხდაც კი არ დასჭირდება, მან ხომ ლუდი მოგიტანა. ყველა მამაკაცს თუნდაც ახალგაზრდობაში რაღაც რომანტიული გმირობები აქვს ჩადენილი. როცა ზამთარში, ყინვაში დგახარ და მთელი 4 საათი udaraჯებ ქალს. ცხვირი მოგძვრა, სისხლი კი კეჩუპივით გაგისქელდა. გამოდის ქალი და გეუბნება, აქ რასაკეთებ ხომ გითხარი, საქმეები მაქვს მეთქი. ან მიხვედი მასთან ღამის 2 საათზე, მთელი ქალაქი გამოიარე, ტაქსის ფული საერთოდ მეგობრისგან ისესხე. დგახარ ხელში 200 ლარიანი თაიგულით, სახეზე კი დებილი ბიჭის ღიმილით. ის კი გამოდის კიტრის ნიღბით სახეზე და გეუბნება, ნორმალური თუ ხარ, ხოლმნიშნულოვანი შეხვედრა მაქვსო. ან ვთქვათ მილზე მიძვრები მასთან მე-5 სართულამდე. მილი 1 ჭანჭიკზე დგას. ხელები გიცურდება. ქვემოთ ბეტონია. ბომჟები ნიძლავს დებენ ჩამოვარდები თუ არა. ის კი ფანჯარას აღებს და გეუბნება. მე ჯერ შენთვის არ მიპატიებია, დრო მჭირდებაო. ახლა კი წარმოიდგინე რომ ქალი მოძვრება შენთან მილზე. შენ იქვე გაუკეთებდი ბეჭედს თითზე. პენსიამდე ხელში აყვანილს ატარებდი. ხოლო 2 საათი ყინვაში რომ დაგლოდებოდა, ბრინჯაოს ძეგლს ჩამოუსხამდი. ანუ ერთის მხრივ ქალები აცხადებენ რომ მამაკაცებისგან რომანტიული გმირობები სჭირდებათ. მეორეს მხრივ კი ვხედავთ რომ ასეთ მამაკაცებს საერთოდ არ აფასებენ. მაგრამ ამავე დროს ძალიან ამაყობენ ამით და ქალებთან და ზოგადად სხვებთან. რომ საკუთარი თავის მნიშვნელობა აიმაღლონ. მე მაგალითად არასოდეს მსმენია მამაკაცისგან მოხუცო, ვერც წარმოიდგენ რა გააკეთა ჩემთვის ყოფილმაო. ამავდროულად ყოველი მეორე ქალისგან მოისმენ, ჯემალი 10 წელი დამსდევდა, 2ჯერ საგიჟეთშიც კი იწვა. ექიმები ამბობენ რომ ჩემს გამო გადაუტრიალდა ტვინიო. და მთელი ტრაგედიაც იმაში მდგომარეობს რომ ქალები ამ ყველაფერს სიამაყით ყვებიან. თითქოს ეს რაღაც ცხოვრებისეული მიღწევა იყოს. ადამიანი გაუბედურდა, 2ჯერ საგიჟეთში მოხვდა მის გამო. ის კი ამით ამაყობს. მაშინაც კი ამაყობს თუ ქალის გამო ჩხუბში ჩაებმები და ისე გცემენ რომ ჩალის ღერით მოგიწევს ყვება. ისეთი ნაბაგუნები ხარ რომ ყბა რომ ცალკე პარკით მიიტანე სახლში. იცი რა სიზამს ქალი. შენს დასიებულ სახეს ფოტოს გადაუღებს და ქალების ჩატში ჩააგდებს და მიაწერს, შეხედეთ როგორ დაზიანდა ჩემი დამცველი ჩემს გამო. ახლა კი წარმოიდგინე შენს ქალს ვინმე მსახე რომ დაუნაყოს, გესიამოვნება თუ არა. მეგობრებს გაუგზავნი თუ არა. იამაყებ ამით თუ არა. არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ თავზარი და გეცემა. კარგი და კეთილი ქალი მამაკაცისგან გმირობებს არ ითხოვს. მას ეგ ყველაფერი უბრალოდ არ სჭირდება. მთელი ტრაგედია კი იმაშია რომ რაც უფრო პრობლემურია ქალი, მით უფრო მეტ სიგიჟეზე მიდის მამაკაცი მის გამო. მსმენელის კიდევ ერთ კითხვას წაგიკითხავთ? არ ვარ მსმელი და ვფიქრობ ნორმალური ტიპი ვარ. ერთხელ ისე მოხდა რომ ძმაკაცებთან ერთად ძალიან დავთვერი. დილას ძმაკაცის სახლში გამეღვიძა და ტელეფონი გათიშული მქონდა. რომ ჩავრთე უამრავი გამოტოვებული ზარი დამხვდა. აშკარაა რომ ძალიან ინერვიულა. ამ შემთხვევაში ღირს თუ არა ბოდიშის მოხდა. ფაქტია რომ ძალიან ინერვიულა. მოდი ასე გიპასუხებ. მსგავს ვითარებაში ნებისმიერ ქალს ექნება ნეგატიური ემოციები, იმიტომ რომ სტრესს განიცდის. მან არ იცის სად ხარ. და რომ გარკვეულიყო რომ მაგალითად სადღაც საავადმყოფოში წევხარ ტრავმით, პრეტენზია არ ექნებოდა. თუმცა როგორც კი ირკვევა რომ მიზეზი არაპატივსაცემი იყო, ადამიანში ბრაზი ივიძებს და ეს ბუნებრივია. ანუ შენ მე მანერვიულე, ამისთვის კი სერიოზული საბაბი არ გქონია. ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ რომ ცოლი არ არის დედა. მას არ შეუძლია ყურში ხელი ჩაგავლოს და შენი არასწორი ქცევის გამო დაგიწყოს ჭკუის სწავლება. და ეს მნიშვნელოვანი ნიუანსია. დააშავე, მიიღე, ეს ბავშვობაში უნდა დავტოვოთ. მეორეს მხრივ კი შენ როგორც ქმარს არაფერი საშინელი არ გაგიკეთებია. არ გიღალატია, არ მოგიტყუებია და ასე შემდეგ. შენ უბრალოდ შენთვის უჩვეულო ვითარებაში აღმოჩნდი, სადაც დათვერი და ვეღარაფერს აკონტროლებდი. შესაბამისად ვითარებაზე გავლენაც არ შეგეძლო. ამიტომ მე მიმაჩნია რომ ბოდიშის მოხდა ასეთ სიტუაციაში არანაირად არ არის საჭირო. მაგრამ შენი ხმით, შენი ინტონაციით პირველივე დარეკვისას როცა დაუკავშირდები შეგიძლია აგრძნობინო რომ შენთვისაც ეს სიტუაცია არაკომფორტულია. რომ შენ არ გიხარია ასე რომ მოხდა და ფაქტია რომ არ გიხარია. ჩვენ შეგვიძლია ქალს ვაპატიოთ მისი პირველადი ემოციური რეაქცია. დაუშვათ ის მთელი 12 საათი გეძებდა და ამიტომ ახლა ემოციურად აღზნებულ მდგომარეობაშია. ოკეი, დაველოდოთ 9 საათი. 9 საათში ის უნდა დამშვიდეს და უნდა ისაუბროს უკვე ადეკვატურობის ფარგლებში. მაგრამ თუ შენ სახლში პახმელით მიხვედი, თავი გისკდება და ცუდად ხარ.
ის ამას ხედავს და იმის ნაცვლად რომ ნაბეღლავი ამოგიტანოს და ქათმის ბულიონი გაგიმზადოს, თუ ის აგრძელებს გაბუტვებს, აი ეს უკვე ზედმეტია. აქ უკვე არანაირ ბოდიშზე საუბარი აღარ არის. მე ამას პირადად აღვიქვამდი როგორც პრობლემის გაზვიადების მცდელობას. და მე უბრალოდ დისტანციაზე გავიდოდი მანამ, სანამ ქალი არ დამშვიდდებოდა. დაველოდებოდი თუ არა ბოდიშს მისი მხრიდან. ეგ უკვე იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი რეაქცია ექნებოდა. ანუ თუ ის გადავიდოდა შეურაცხყოფაზე, ყურმილის დაკიდებაზე და იგნორზე. დიახ, ასეთ ვითარებაში ბოდიშსაც კი მოვთხოვდი მას. თუ ის უბრალოდ გაჭიანურებული დუმილით შემოიფარგლებოდა, მაშინ უბრალოდ დისტანციაზე ვიქნებოდი და დაველოდებოდი იმ მომენტს, როცა ის ადეკვატურ კომუნიკაციაში შემოვიდოდა. აი ეს მიმაჩნია გონივრულ მიდგომად. შემდეგი კითხვა. შეიძლება თუ არა პირველივე პაემანზე მიხვდე რომ ქალი მომავალში ტვინს წაიღებს თავისი წყენებითა და გაბუტვებით. ახლა გასწავლით ერთ პატარა ლაიფჰაკს თუ როგორ უნდა ამოიცნოთ პრობლემური ქალი წუთნახევარში. ეუბნები, წარმოიდგინე რომ ქმარს ეჩხუბე. მან რაღაც დააშავა, რაღაცით გაწყენინა. შენთვის რა იქნება უფრო მნიშვნელოვანი? ორი ვარიანტი გაქვს. პირველი, ის მოდის და ბოდიშს გიხდის. და მეორე, ბოდიშს არ იხდის, მაგრამ იგივე აღარასდროს განმეორდება. რომელს აირჩევდი? ადეკვატური ქალი რა თქმა უნდა მეორე ვარიანტს აირჩევს. გონიერი ქალისთვის მნიშვნელოვანია შედეგი და არა პროცესი. პრობლემური ქალი კი იტყვის, ნუ ცვლილებები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ბოდიშიც უნდა მოიხადოსო. ვთარგმნი ქალურიდან ქართულზე. ჩემთვის არ არის საკმარისი ის რომ შენ შეიცვალე. მე მინდა რომ შენ თავი ნაგავ არარაობად იგრძნო. ჩვენ მას მივეცით გარანტია რომ მამაკაცი აღარასოდეს მოიქცევა მასე, მაგრამ მას ეს არ ყოფნის. მას მისი დამცირება სჭირდება, ძალაუფლება სჭირდება, მისი ტკივილი სჭირდება. ვინმე აუცილებლად დაწერს კომენტარებში რომ ბოდიში იმის მაჩვენებელია რომ ადამიანმა გააცნობიერაო. ასეთებს წერენ ის ადამიანები რომლებმაც ამ ცხოვრების შესახებ ცოტა რამ იციან. იმიტომ რომ ეგრევე ბოდიშის მოსახდელად ის ადამიანები გარბიან, ვინც საკუთარ თავში არაფრის შეცვლას არ აპირებს. სიტყვა მაპატიე ნებისმიერ მოძალადეს მოღალატეს და მათ ყვარას შეუძლია რომ თქვას. მე პირადად არ მიყვარს როცა ბოდიშს მიხდიან. მე მირჩევნია რომ ქცევითა და ქმედებით მაჩვენოს ადამიანმა რომ შეცდომა გააცნობიერა და გამოსწორებას ცდილობს. ხოლო როცა უბრალოდ სიტყვა ბოდიშის მეუბნებიან და ეგ სიტყვა არანაირი ქმედებით არ არის გამყარებული, მე მაგის არ მჯერა. ეგ ჩემთვის ცარიელი ხმაა. მოხუცო, ხშირად ამბობ რომ ქალისთვის ბოდიშის მოხდა საშიშიაო. შეგიძლია ახსნა რატომ? მარტივ ენაზე აგიხსნით, ვთქვათ ქალი ცუდად მოიქცა, ბოდიში მოიხადა, შენ აპატიე მას შერიგდით და აგრძელებთ ცხოვრებას ისე, ვითომც არაფერი ყოფილა. შენ არ ახსენებ წარამარა მას მის ცუდ საქციელს. კაცობაში ეგ არც მოსულა. თუ შენ ხელი ჩამოართვი ადამიანს და შეურიგდი, მაშინ აღარ გაქვს უფლება რომ წარსული შეახსენო და პრეტენზიები წაუყენო. და თუ ამას იზამ, შენი ავტორიტეტი მამაკაცურ კოლექტივში დამდაბლდება. და ისედაც შენ აცი რაღაცნაირად უნდა გენდო, თუ ხელს მართმევ, მირიგდები და შემდეგ ძველწყენებს მიხსენებ. შენთან შერიგება უკვე არასასურველი ხდება. ქალებს ასეთი პრინციპები უბრალოდ არ აქვთ. ყველაზე ადეკვატურ გოგოსაც კი შეუძლია თქვას, გახსოვს 18 წლის მაისში ძალიან რომ მატკინე გული, გახსოვს მაშინ როგორ ვტიროდიო. და შენ ვერ აუხსნი მას, რომ ეს არაკაცური საქციელიაო, იმიტომ რომ ის არ არის კაცი. ასე რომ როცა ქალს ეუბნები მაპატიეს, ეს უკვე შეუქცევადი პროცესია. მისი მეხსიერება ამ მოვლენას აფიქსირებს, რომ 15 მარტს 22 საათზე და 17 წუთზე მან აღიარა, რომ არ იყო მართალი. და ყოველი შენი ბოდიში მის მჭიდში ჩადებული ვაზნასავით არის, რომელსაც ის ერთ დღესაც შენ დაგახლის. კიდევ ხშირად ხდება ისე, რომ ქალი სრულად სისულელეზე იბუტება. და სანამ შენ დუმხარ, მის წყენას შეიძლება სულელური ისტერიკა უწოდოთ. შესაძლოა მან ხვალ ეგ გააცნობიეროს კიდეც. მაგრამ თუ შენ უთხარი მაპატიე, ან თავის მართლება თუ დაიწყე, ამით შენ დაადასტურე მისი დამახინჯებული რეალობა. თუ წყენის საბაბი მიკროსკოპული იყო, ქალი კი ისტერიკაში ვარდება, დამნაშავე მე კი არა, ის არის. მან შეიძლება გითხრას შენ მეგული მატკინე, შენს გამო მთელი ღამე არ მეძინა, მთელი 4 საათი ვტიროდიო. მაგრამ თუ შენ ასეთი უაზრობის გამო მთელი 4 საათი ტირი, ეგ ნიშნავს იმას, რომ ან ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გაქვს, ან უბრალოდ ფსიქიკა გაქვს შერყეული. თუ ქალი კრუნჩხვებში ვარდება რაღაც წვრილმანის გამო, მას ჩემი ბოდიში კი არა, ფსიქიატრის რეცეპტი სჭირდება. შეგიძლია მიხვიდე და უთხრა სასტრაფოს ხომ არ გამოუძახოთ და მამშვიდებელს მაინც გაგიკეთებენ. ახლა პირიდან დუჟი გადმოგივა, რაც არ არის ნორმალური. მოდი დედა შენს დაურეკავ, წაგიყვანოს და ცოტა გიმკურნალოსო. ასეთი მიდგომაც კი ზოგ შემთხვევაში ძალიან მაგრად მუშაობს. რადგან მას უნდა შენ ტირანად გაგაფორმოს, თვითონ კი მსხვერპლად გამოჩნდეს. ჩვენ კი ვაჩვენებთ, რომ ის უბრალოდ საგიჟეთის პაციენტია.
ამაზე მან შეიძლება გითხრას უგულო ხარ, შენ ჩემი არ გესმისო. და ქალის გაგება რას ნიშნავს საერთოდ? ვთარგმნი ქალურიდან ქართულზე. ქალის გაგება ნიშნავს, რომ შენ უნდა დაეთანხმო მთელ იმ ბოდვას, რასაც ის ამბობს და გააკეთო ზუსტად ისე, როგორც მას უნდა. მან კიდევ შეიძლება თქვას, შენს გვერდით თავს ქალად ვერ უგრძნობ. ვერ უგრძნობ თავს საყვარელ და სასურველ ქალადო. ოპ, ერთი წამით გავჩერდეთ. და მაგაზე ვინ არის პასუხისმგებელი? მე რა, შენი ჰორმონალური სისტემის ოპერატორი კი არ ვარ. შენ ზრდასრული ქალი ხარ, შენი თვით შეგრძნება შენი საქმეა. თუ თავს ქალად ვერ გრძნობ, მიდი სარკესთან და ნახე, რა გაქვს ტანსაცმლის ქვეშ. თუ ყველაფერი ადგილზეა, ესე იგი ქალი ხარ. მორჩა, პრობლემა მოგვარებულია. აი მე ხვალ რომ მოვიდე და გითხრა, რომ შენს გვერდით თავს კაცად ვერ გრძნობ, მეთქი, თავს დამნაშავედ იგრძნობ თუ არა? მე მგონი არა. იმიტომ რომ ეგ სრულიად აბსურდული, ლოგიკას მოკლებული პრეტენზიაა. ქალები კომენტარებში აუცილებლად დაწერენ, რომ შენ ხომ მამაკაცი ხარ, უნდა იყო ბრძენი, დამთმობი და კეთილი. ამიტომ უნდა მიხვიდე და ქალი დაამშვიდო. მე კი მიმაჩნია, რომ მამაკაცი პირველ რიგში უნდა იყოს სამართლიანი. დამთმობი მაშინ ვიქნები, როცა პატარა ბავშვი ჩიქას გატეხავს და არა მაშინ, როცა ზრდასრული ქალი შეგნებულად ნერვებს მომიშლის. ხოლო ბოდიშის მოხდა იმისთვის, რაც არ გამიკეთებია, არანაირად არ არის სამართლიანი. სხვის დაკრულზე და ბოდვით ნამღერზე ცეკვა არანაირად არ არის სამართლიანი. მე სხვადასხვა ტიპაჟის ქალთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ყველასთან ერთნაირად ვიქცეოდი. ისეთი გოგოებიც იყვნენ, რომლებიც მუდმივად პოულობდნენ მიზეზს ცრემლებისთვის და წყენისთვის. და ისეთებიც, რომლებთანაც არც ერთი კონფლიქტი არ გქონია. აი როგორ არის ეს შესაძლებელი? ერთ ურთიერთობაში ქალი კვირაში ორჯერ მებუტება, მეორეში კი ჩემთან არანაირი პრეტენზია არ აქვს. ერთ-ერთს, რომელსაც განსაკუთრებით ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა, ზუსტად მასეც ვუთხარი. მისმინე, როდესაც მე ვხვდებოდი ნინოს, მარის და ქეთის, მათთანაც ზუსტად ასე ვიქცეოდი, ყველაფერს ზუსტად იმავეს ვაკეთებდი. მაგრამ არც ერთი მათგანი თავს იატაკს არ ურტყამდა. იქნებ საქმე ჩემში კი არა შენშია. იქნებ დაფიქრდე ამაზე. თუ ერთ ქალთან ურთიერთობაში სიმშვიდე გაქვს, ხოლო მეორესთან ომი, მაშინ პრობლემა შენში არ არის. მე რომ არაადეკვატური ვიყო, პრეტენზიები ყველას ექნებოდა. ხოლო თუ ხუთი სხვადასხვა ქალი ერთსა და იმავეზე გედავება, მაშინ კი პრობლემა შენშია. ახლა კი მივმართავ ყველა მსმენელს. თუ გსურთ მიიღოთ ბევრად მეტი, ბევრად სტრუქტურიზებული და დეტალიზებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ქალთან ურთიერთობაში, მაშინ გირჩევთ 2 საათნახევრიანი უძლიერესი ვიდეო კურსის ურთიერთობის მმართველის შემეცნებას. ბმულები ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია.